მოგესალმებით, მეგობრებო. ამ ვიდეოში გავიხსენოთ ბავშვობა და წარმოგიდგენთ Brick Games, ჩვენ Tetris ვეძახდით ხოლმე, ანუ Tetris-ი ეწოდებოდა. ეს გამოვიდა 1995 წელს, ეს თვითონ ეს აპარატი, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით ბავშვობაში და უკვე 2010-ში გამოვიდა უკვე ეს აპლიკაცია, რომელსაც გადმოვიწერთ ტელეფონში და თითქმის იდენტურ აპარატს მივიღებთ ტელეფონში რა, ანუ გადმოვიწერთ აპლიკაციას და ამ აპლიკაციაში უკვე გამოვიყენებთ იმ აპარატს, რომელსაც ჩვენ ბავშვობაში სარგებლობდით. ანუ ვის 90-იანებიდან ხართ, ან 2000-დან, არ ვიცი ხარ როდის გაუქმდა მისი წარმოება, რომელ წელს, მაგრამ მე 94-იანი ვარ და მახსოვს ეს თამაში ძალიან პოპულარული იყო. ეს აპარატი, კომპიუტერი. ნუ აქ ინტერფეისი შეგიძლიათ დაირჩიოთ სეტინგებიდან, მე შავს ვირჩევ ხოლმე, საკმაოდ რეალისტურია უფრო და მოკლედ საკმაოდ კარგად გაერთობით რა. რაც შეეხება ახლა ამ თამაშის გადმოწერას, ესეთი ლოგო უნდა გქონდეს თვითონ თამაშს და ესეთი ლოგო. Play Store-ში უნდა შეხვიდეთ და უნდა ჩაწეროთ ესეთი რამ. Brick Game Retro Games, აი ესე. Brick Game Retro Games. ესე უნდა შეწეროთ, მაგრამ თუ თქვენ აქ არ ამოგიგდოთ, მაშინ Google-ში უნდა დაწეროთ Brick Game Retro Games და უნდა მიაწეროთ APK. ანუ games რო დაწერთ ბოლოში, მიაწერეთ APK. თუ Play Store-ში, ანუ APK რა. თუ Play Store-ში არ გიჩვენათ ესე როგორც ახლა მე მიჩვენა, Google-ში დაწერთ რა. ჯერ Play Store-ში სტადეთ და თუ არა მოგიგდოთ, მერე გადადით Google-ში. კარგი, ნუ აქ მოძებნით, ჩვეულებრივად გადმოიწერთ. თქვენთან შეიძლება გარეთ არ იყოს ეს თამაში, თუ Game Launcher-ი გიყენიათ, ანუ აპლიკაციები შეიძლება არ დაგხვდეთ, ამიტომ მოძებნეთ Game Launcher-იან Game Hub-ი. ამ შემთხვევაში მე მაქვს Game Hub-ი, აქ არის Game Hub-ი, მაგრამ თქვენთან შეიძლება იყოს Game Launcher-ი და მასში რო შეხვალთ, უკვე ნახავთ ყველა თამაშს, რაც გაქვთ ტელეფონში, ერთიანად მოთავსებულს რა. ამ შემთხვევაში აქ მაქვს სულ 4 თამაში და ეს არის მათ შორის არის Brick Game. ნუ გახსნით და ჩვეულებრივად აქ უკვე აირჩევთ ინტერფეისს, ხმას ჩართავთ, მე ხა გათიშული მაქვს და აირჩევთ სასურველ თამაშს და ითამაშეთ რა. აი ძალიან მაგარი გასართობი იყო ეს ბავშვობაში და მოკლედ ეხა უცებ ნახე და მინდა რომ თქვენც წარმოგიდგინოთ და იმედია ძალიან ბევრი კმაყოფილი იქნებით და გაიხსენებთ თქვენს ბავშვობას როგორ ვერთობოდით. ესე დამგვარად, მოკლედ რაც შეეხება YouTube არხს, შეგიძლიათ გადახვიდეთ YouTube-ზე, ჩაწეროთ ისწავლე მეტი, აირჩიოთ ვიდეოები და აქ ნახავთ უკვე სრულად განხილულ ვიდეოებს. ანუ თუ TikTok-ზე რაღაც ვიდეოები გაურკვეველია თქვენთვის, ისწავლე მეტის YouTube არხზე არის სრულად აღწერილი, აქ არის ასევე ვლოგები, ეს არის ვლოგ 6, ასევე აქ არის ვლოგ 5, ვლოგ 4, ვლოგ 3, ანუ მოკეთ ვლოგებიც თავს და რა თქმა უნდა ტექნიკასთან დაკავშირებული ვიდეოების რა, ტელეფონები, კომპიუტერები და ასე შემდეგ. ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს TikTok არხზე, აქაც ისწავლე მეტი შეგიძლიათ ჩაწეროთ და გადახვიდეთ. ნუ არ ვიცი ახლა ვინმე დარჩა თუ არა, ისეთი ვინც არ იცის ეს არხი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წარმოგიდგენთ და ასევე შეგიძლიათ მოვძებნოთ Facebook-ზე, გამომიგზავნოთ სასურველი კითხვები და შეძლებს დაგვარად ყველას გაგცემთ პასუხებს. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ძალისხილაკი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები.